თქვენთვის მუშაობას იწყებს ტელეკომპანია მაესტრო განახლებული სტუდიიდან გადაცემა სუბიექტური აზრი წარმოგიდგენთ შალვა რამიშვილი, მე დიანა ტრაპაიძე და ამ კვირის თანაწამყვანი ფილოლოგი და პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერძე. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმები ძვირფასო ტელემაყურებლებო. დიდი პატივია რომ მე დიანას და ვასილ შენ შეხვდა კვთაწილად ამ ეთერის გახსნა. დიდი მადლობა მინდა ყოველგვარი ირონიის გარეშე მოუხადო ეროს კიცმარიშვილს, რომ არა ეროსის ეს თავგანწირული აქტი ღობეზე გადმოძრომისა ამ ინვესტიციას არავინ არ ჩადებდა ჩვენს ტელევიზიაში და ჩვენ დავჭებოთ იქ სადაც ვიყავით. ეხლა რა მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიარო, ჩვენ მე ტელევიზია ხალხი ვარ. ტელემაყურებელს. შენ გექნება მაგით რომ კიდე 9 საათი და გვაცადე ცოტა ხანი გვიხარია სტუდია და მე მინდა გაგიზიარო შენ, ჩვენ მე ტელევიზია ხალხი ვართ, მე და დიანა და შეკრებილები და რა არის ხა ტელევიზია? ტელევიზიაში რომ მუშაობს, აი იგავარაკი რო არის, ხო იცი? ღაპარი ფასკუნჯზე რო კაცი ზის და ზეჭაბუკი და რომ მიფრინავს ახლა მაგლა და რაღაც ხორცებს რო აჭმევს და ბოლოს თავის ფეხს მისცემს რომ ქვესკნელიდან ზესკნელში ამოიმოს. მთელი ჩვენი ცხოვრება, ჩემი ყოველ შემთხვევაში შესმაგრად არ ვიტყვი, არის ამ ფასკუნჯის, ამ ბოროტ კეთილი ფასკუნჯის სახურება. ეს ფასკუნჯი არის ტელევიზია. სულ ვაჭმევს საკუთარ პირად ცხოვრებას, შვილებს რაც ყურადღება უნდა დაუთმოთ, ოჯახს. ვაჭმევთ და ისიც გვაჭმევს. და ისიც იმასაც ამოვყავართ სინათლეში. ეს არის მართლა ძალიან მუტალი შრომა. ეხლა არ თუც ხანდახან არის დღეები, როცა აი განათლება ხოლმე და რაღაც გაათმაგებული ძალით გინდა ფრენა. ესეთი დღე არის, კი, იმიტომ რომ რო შემოვედი ახლა, ამდენი მოფუსფუსი ადამიანი, ახალი გახსნილი აპარატურის სუნი, საღებავები, შეცდომებიც გვექნება დღეს, მაგრამ მაესტრო ცხოვრობს და მიდის წინ. აი ეს მაყურებელი ძალიან ელოდა განახლებულ მაესტროს და მე პირადად როგორც მაყურებელს რამდენიმე დღე გადართული მქონდა, ასე ვთქვათ, მხოლოდ ლოგოზე და ლოგომანია დაგემართა. აი ხა მოგვილოცე. მე პირველ რიგში მიულოცავ მაყურებელს. მიულოცავ მე ახლა გასვლის წინაც გეკითხებოდით, მამუკას ვეკითხებოდი, რომ ხა თუ გადიხართ ეს რაც მნიშვნელოვანია სატელიტზე უკვე ამ წუთებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავდივართ. ხო. უკაცრავად შევახსენებ, რომ დიდი ბოდიში ჩვენ გავდივართ სატელიტზე, სადაც გავდიოდით იმ პარამეტრებზე, თურქსატის იმ პარამეტრებზე, კვლავ გადის ჩვენი ტელევიზია და თუ ვერ დაიჭირეთ, ან ვიღაც თქვენმა ახლობლებმა ვერ დაიჭირეს, გამოგწეს თებსელიდან და თავიდან სადაც თებშია ყველგან გვიყურებენ. ამიტომ სწორედ ის მნიშვნელობა იყო და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მე არ ერთგზის ვიტყვამს ეს არ არის მხოლოდ ესე ვთქვათ თქვენი ტელევიზიის პირდაპირ და არაპირ დამსახურება, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს იყო არა ინფორმაციის მიღება, არამედ გარკვეული ნერვული სისტემის დამშვიდების ესე ვთქვათ საშუალებაც. ეს ახლა რეალობაა და ეს უნდა ვთქვათ და აი დღეს 1 საათის წინაც მირეკავდნენ ესე ვთქვათ ადამიანები რომ როდის იქნება, სად იქნება რაიონებიდან ესე ვთქვათ განსაკუთრებით. ну გასაკუთრებულად კოლექტივს ულოცავ მით უმეტეს ახლა მე ისე მოხდა რომ მეც ხშირი სტუმარი ვიყავი ჯერ იქ ნუცუბიძეზე შემდეგ აი იმ პატარა რადიო სტუდიაში და ასე ვთქვათ ახლა მართალია ახლა ტელემაყურებელი ხედავს იმ ფუსფუს და რაღაც დაულაგებულობას, მაგრამ მე ფიქრობ რაღაც მცირე ხარვეზიც რო იყოს ეს ისეთი მოვლენა არის მიუხედავად დღე მე მგონი დღეს ასე ვთქვათ ეს არის, მაგრამ ეს დამსი გატყდება. ეხლა ვილაპარაკოთ იმ ცუდ რაღაცებზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. დავიწყოთ ყოველდღიური რეალობა არ არის ვთქვათ ისეთი კარგი. ანუ ასე კოლექტიური დაკავების სერია იყო დღეს რეგიონებში დაკითხვების ადამიანები მიყავდათ დაკითხვაზე რაიონულ ადმინისტრაციის შენობებში, სხვათა შორის იქ ყველგან არ იყო კონტროლის პალატის ორგანიზაცია და კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჩაწერა ერთ-ერთი გამგებელი, რომელსაც თქვა, რომ იცით რა, ზეპირი წინადადება იყო, რომ დაგვეთმო გამგეობის შენობა კონტროლის პალატის წარმომადგენლებისთვის, ანუ რა გამგეობის შენობებში მიდის დაკითხვა, ხომ არ ფიქრობთ, მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად რეგიონებში პოლიტიკური მუხტის შესუსტება, ან ვთქვათ, გადამდები გახდეს ინფორმაცია, რომ რაღაცნაირი პოლიტიკური აქტივობა იქნება დასჯადი, თუმცა ასევე საინტერესოა, რომ ყველა ეს ადამიანი არ უკავშირდება პოლიტიკურ პარტიას. მაგალითად, გორში დაკითხვაზე დაიბარეს ადამიანი, რომელიც ფართი მიაქირავა ქართულ ოცნებას. ანუ ვთქვათ, ეს პირობად კონტროლის პალატა იბარებს, კონტროლის პალატის მესვეურები, ხო? თუ გამგეობის წევრები. არა, კონტროლის პალატის მესვეურები, რომ გამგეობის შენობა არის ამისთვის გამოყოფილი, მაგრამ ვიმეორებ, ყველა ასეთ გამგეობის შენობაში არ არის კონტროლის პალატის ოფისი. ხო, უნდა დავიწყოთ როგორც ჩანს, ესე იგი, არ გვაქვს ჩვენ ის ფუფუნება, რომ აქ ბევრი დრო დაუთმოთ მილოცვებს. თქვენ ეს ფაქტები აღნიშნეთ და მეც ალბათ და ბევრმა ვისაც საშუალება ქონდა გადააავლო სათაურებს თვალი, როგორ მიდიოდა ეს ამბები.
მოდით აი სათაურებიდან დავიწყოთ თქვენ ალბათ კიდევ თქა და განუწყვეტლივ არის 10-15 სათაურია სხვადასხვა სააგენტოში შალვა არ ვიცი როგორ მოასწარი გადავლება უკარის ფაქტები ფსიქოლოგიური ზეწოლა გახადეს ვთქვათ აი ეს არის იყო შავლის გახდისთელობა იყო ტანისამოსის გახდისთელობა იქ არის როგორც ბანდილოსნებზე ისევე როგორც შავლის გახდისთელობა იყო ახსნილი იმით რომ ჩამწერის საშუალება აქვს მე ვფიქრობ ესეთ რამეს ალბათ თუ შეცდომით ვფიქრობდე გავასწოროთ უკეთესი გზა მოვნახოთ როგორც ერთი მოქალაქე ბევრი პრობლემა დაგროვდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენც დავიწყებთ ხოლმე სხვადასხვაზე მსჯელობას. მე ვამბობთ, ანუ ვიღაცა ამბობს, რომ იცი მე სამჯერა ფაქტი წარმოვიდგინეთ. მე ვფიქრობ, რომ არის რაღაცა ქვეყანაში მოვლენა, რომ სადაც ჟურნალისტებმაც, პოლიტიკოსებმაც, უბრალო მოქალაქეებმაც, მათ შორის არასამთავრობო სექტორმა უნდა გადადოს, ესე ვთქვათ, საკუთარი პირადი ინტერესი და უნდა კონცენტრირდეს ერთ ძალიან კონკრეტულ საკითხს. ძალიან ბევრი განცხადება გააკეთა დღეს ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. არა, უნდა ერთიანად კონცენტრირდეთ, ერთ წუთი გვერდზე გადავდო და ვთქვა, თუ ის ამბავი, რომ ვიღაცეებს გამგეობის შენობაში იბარებდნენ და მათ ტანისამოსის გახდას აიძულებდნენ, აქ დავამთავროთ ეგ საკითხი. აი დამთავრებულია, ერთი მართალია. ეს გამოიძიოთ და აი აქედან გამომდინარე, ავაგოთ ყველაფერი ვილაპარაკოთ. ეხლა ეცუთი აღარ ვთქვათ იქ რატო თხოვდნენ, როგორ თხოვდნენ. კანონიერია უკანონო. ვილაპარაკოთ ეს საქვეყანა. ეხლა ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ეს უნდა იქნას, ესე ვთქვათ, რაღაც ერთობლივი სიტუაცია, ხვალიდანვე კილის კალამანი, აი შედგა ხოლმე ამის პრაქტიკა ჩადგომა სათავეში და უნდა იმიტომ რომ ეს არის ზღვარს მიღმა. ეხლა ამის იქ საუბარი რო იცი ვიღაცა გამგებელმა ეს არ იცოდა, იმიტომ რომ მასობრივად არის ეგ სიტუაცია. თუ ამას უგაცრავად პასუხი ასე ვთქვათ, თუ ვთქვათ მაინც ჩვენ, თუ ამას ჟურნალისტები ვთქვათ, იგონებენ, თუმცა ძალიან საოცარია, როგორ არის მასობრივი ამბობენ. თვითმხილველები ამბობენ, მაგრამ როგორ არის აუდიო ვიდეო კომენტარებიც არის და რეგიონული მედია არის გადაჭირელებული ცენტრალურ მედიასთან ერთად. ყველა რაიონში ერთდროულად არის, ან ყველა რაიონში ყველა ჟურნალისტი ვარ და ეს იზრდებოდა იგივე სიტუაცია. ეს არის აღმაშფოთებელი. თუ ეს ესეა, მაშინ ამაზე გავკეთებდები ვიტყვი. ჩვენ გადავდივართ სულიად სხვა განზომილებაში. სხვა ქვეყანაშია გავიღვიძეთ. გავიღვიძეთ სხვა ქვეყანაში. ჩვენ უბრალოდ ჩვენ ნახულობთ ეხლა რო იტყვიან, უვერტიურას უყურებთ იმ ქვეყანისა, რომელსაც ჩვენ გვპირდებიან. აი ეს ოპერაში დასაწყისი. აი რა მაინტერესებს? ნელა რო ხრება შუქი და ნელა იწყებს მუსიკას. ჩვენ ნელა ამას უყურებთ. ეს უკვე ის ქვეყნის არის. მე ამიტომ ყველას ერთად ვთქვი. არასამთავრობოებს, სულსაც და კარგსაც გადადონის არასამთავრობო კეთილწობა გვერდზე, რო ჩვევიათ ხოლმე და რაღაც. ესე ვთქვათ, ეგ უნდა იყოს კონცენტრირება ამ საქმეზე. არ უნდა ამას ზედმეტი ვითარება. ეს თუ ესე არის. მართალია. მოდი ჩვენ საზოგადოება უნდა დადგეს ფეხზე. თან ერთი რამე. ეს არ არის თან ის მომენტი, როცა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უნდა ეხა ჩვენ მაინც და მაინც უთხრათ ის რას ფიქრობს და ეხა პარტია ნაშრულევო ეგ სიტუაცია. მოდი ჩვენ გადავდოთ ამაზე ლაპარაკი, სანამ ყველაფერს არ დავადგენ. კარგი, გადავიდეთ სხვა ინფორმაციას. ძალიან საინტერესოა, რომ კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ აი მცვლელების თანახმად პოლიტიკურ სუბიექტებს თანხის ხარჯვა ეზღუდებათ, მაგრამ ეს არ ვრცელდება საბიუჯეტო სახსრებზე და მხოლოდ ერთ პატარა ინფორმაციას წაგიკითხავთ, რომელიც გაზეთმა ბათუმელებმა გაავრცელა აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს წელს დაახლოებით 650-მდე ოჯახი საცხოვრებელ ფართობებს საკუთრებაში მიიღებს და კიდე უამრავი პროგრამა ეკომიგრანტთა საკითხი 20 წლიანი პრობლემა ასევე ჩასმულია 2012 წლის ბიუჯეტში გაცემული წინასაარჩევნო დაპირება რომ ბათუმი იქნება ბარაკების გარეშე ესეც ჩასმული ანუ ერთ დღეში უამრავი ახალი ვალდებულება გაჩნდა ბიუჯეტში ანუ რომელიც იყო გათვალისწინებული თუ არა რომელიც არ იყო გათვალისწინებული ბათუმელები გაზეთი ბათუმელების ინფორმაციით ვთქვათ აჭარის ბიუჯეტში ბიუჯეტი გახდა გულუხვი საიდან ფული არა მერის სოციალური პროგრამის ფარგლებში აი გაზეთის ცნობა ანუ გაუჭირვალე იყო და რაღაცას დააკლეს ისე უცნაურია საიდან ჩდება ეს ფული საიდან უნდა ჩდება პოლიტიკურ პარტიებს ვთქვათ უკრძალავენ აი ეს ფულის მიმოქცევა არის გაკონტროლებული მაგრამ ეს არ ეხება ჩემი აზრით ამაზე დავა რა თქმა უნდა შეიძლება მაგრამ სერიოზული კამპანია ძალების დახარჯვა ამ კამპანიაზე რომ რატო ბიუჯეტო ხარჯავ ამას ასე მე ჩემის მოგზალებული აზრით ფუჭია იმიტომ რომ ბიუჯეტი იტყვის მთავრობა იტყვის რომ რა ვქნა აბა იმ ადამიანებს არ დავეხმარო რა კი არჩევნების წელიაო
იცით როგორ არის ჩვენ ამაზე შეიძლება ჩვენ ამ სხვა ამაზე იკამათოს იმ დროს როდესაც ქვეყანაში მოვა ამაზე კამათის დრო ის თავისთავად 650 ოჯახი რომ ბინი დაკმაყოფილდება თუ მართლა დაკმაყოფილდება იმ ფონზე როდესაც აგერ მართალია სხვა დროისთვის გადავდეთ მაგრამ თუ მართალია რომ გვერდზე ესე ვთქვათ რაც ხდება პრობლემატური ის არის და ახლა ის დანარჩენი თუ ვიღაცა უკეთეს ბიუჯეტს დაადგეს უცხო ხელისუფლებაში მოვა იმან უნდა იდაოს ეს არ არის ის საკითხი რომელიც დღეს უნდა ვიდაოს გარემოს ხომ არ ქმნის როდესაც აი ამ კეთილგანწყობით ის ადამიანების კეთილგანწყობა ხელისუფლების ჩემი აზრით ვასოდან მე ეგრე მიმაჩნია რომ ის არის ხო ის გადასტურდა რომ ადამიანებს შარვალი გახადეს და დაკითხეს იმ ფონზე ის რომ დიახ არაკეთილსინდისეების დამოკიდებულება არის საბავშვო გართობა ხო მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიქრობ იმ ფონზე ვიღაცებს შარვალს ხდიან აშინებენ და თქო რაღაც დაშინება მიდის რეგიონებში საზოგადოების ამ დროს ხელისუფლება ჩანს კეთილის აკეთებს კეთილ საქმეს და შესაბამისად ხელისუფლების ანუ მართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობას ზრდის მოსახლეობის არ არის ეს თქო რაიმე ტიპის კავშირში ერთმანეთთან არა კავშირში როგორ არ არის უბრალოდ ჩვენ მგონი ამაზეც ესე ვთქვა არ დავავდით თქვით რომ ეხლა ნუ არ ვიცი ხა რა შედარება ხო მაგრამ კარგი საქმე რა თქმა უნდა თქო თელის ხეულის ნახევარზე რო გვაქვს ხა მესამე ხარისხის დამწრობა და ეხლა ვთქვათ რაღაცა პატარა ფიზგერი გაქვს რაღაცა გაგიჭაღარავდა და ეხლა ამაზე შენ ვთქვათ დიდად დრო დაუთვალებ თქვით და კარგია 650 ოჯახი თუ ამ ფონიდან გამომდინარე თუნდაც კეთილგანწყობიდან რომ მიიღებენ და ეს ფული არ დაიხარჯება ვთქვათ ვიღაცის კონცერტში და გადაწყდება 650 ოჯახის საკითხი და მე მგონი ეს უნდა გავიაროთ მაგრამ ის საკითხი კირთულად დარჩება ის მართლაც რაღაც კავშირში ამიტომ რომ ის არ არის მხოლოდ იმ ადამიანების დაშინების მიზნით არა ეს არის საზოგადოების ეს არის მთელი საზოგადოების დაშინების მიზნით და ეს შედეგს გამოიღებს იმიტომ რომ ჩვენ რადგან ფილოლოგი ახსენეთ ესე გეტყვით მართალია რუსთაველი ირონიით ხმარობს მაგრამ ისეთი ირონიით არ ხმარობს ვარ უნდა ვიჯე შიში შეიფს სიყვარულსაო და ის იმ შიშში არის გათვლილი ჩვენ გვაქვს ეს მაგალითი უახლოეს წარსულს ბელადის სტალინის მაგალითი როდესაც ის გარდაიცვალა უამრავი ადამიანები მილიონობით საკმაოდ კარგი ინტელექტის მქონე ადამიანი ტიროდა ცხარის შემლებით გულწრფელად ნუ ხო თქვენ თუ გონიათ რომ ვინც ამის ფსიქოლოგიური სცენარის ავტორი ახლა მან ეს არის ის რაზეა გათვლილი ძალიან შეცდარი გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე პაემანი პუტინთან პრეზიდენტმა პუტინს კახეთის თელავის ქუჩებში დაუნიშნა პაემანი როგორ მე პირადად ვფიქრობ რომ პუტინის ჩაკითხვა ქართულ ჟურნალისტთან როდის იქნება თქვენთან არჩევნები აი ეს ჩაკითხვა შეიფუთება შემდეგნაირად რომ ეს არ იქნება იული არჩევნები რომ ქართული ოპოზიციის უკან დგას პუტინი ეს ისედაც იყო თქვა რიტორიკა მაგრამ აი ამ ჩაკითხვამ ხომ არ ფიქრობთ რომ ის რომ ქართული ოპოზიციის უკან კერძოდ ბიძინა ივანიშვილის უკან დგას პუტინი მაგრამ ეს არ ახალი ამას ლაბარაკობს ყველა უმრავლესობის ლიდერი მაგრამ ძალიან აღიარებული იყო პრეზიდენტი გარდა რიტორიკისა მაინც ეს მე მგონი უფრო გარემოხმარებაზეა გათვლილი იმიტომ რომ უცხოელებს ეუბნებიან პუტინიო ხო ივანიშვილზე მაგრამ გარდა რიტორიკისა მე ველოდები რომ რაღაც შეთითხნილ კომპრომატებს მაინც წარმოადგენენ იმიტომ რომ არაფერი არ აქვს ის რომ გაზპრომის მფლობელია ივანიშვილი ეს არის სასაცილო ყველა ბიზნესში მეტნაკლებად გაცნობილი ადამიანი იცის რომ გაზპრომი არის კომპანია რომლის აქციებიც არის ბირჟაზე და ბირჟაზე ამ აქციების ყიდვა შეუძლია ნებისმიერი ეროვნების ადამიანს. ასე რომ გაზპრომის მფლობელია ივანიშვილი, ზღაპარია ეს. ფოტოშერს ვანო მაჭავარიანის, რომელიც არის მიხეილ მაჭავარიანის ძმა, მიხეილ მაჭავარიანი დაინიშნა ნაციონალურ მოძრაობის გენერალურ მდივნად, ინტერვიუ დაიბეჭდა ინტერპრეს ნიუსში, სადაც ის ამბობს, რომ ანუ არ იმუშავებს ის პროექტი, რომ ის თემა, რომ ვთქვათ, ივანიშვილი არის პუტინის პროექტი. და ვანო მაჭავარიანის აზრი რატო ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხო, აი ეს ჩვენ სხვადასხვა დიპლომატი ხო დიდი აჟიოტაჟია ხო მე რა დიპლომატი იყო არა რაღაცნაირად მიშა მაჭავარიანი მაინც არის ეს ეგრეა ახლა ხო და მაგითო ურტყავთ მთელი სიტუაციაზე რომ მიშა მაჭავარიანს ურტყავს იმიტომ არის ამას არა ეგ როგორია თქვენ ოჯახში არა გაქვთ ერთი აზრი და ანუ დაახლოებით ეგრე ეუბნები რა მეორე მე მართლა გითხრათ ასე ეს არ მიფიქრია ახლა რის განიშნავდა მაგრამ როცა ეს მოვისმინე მართლა გითხრათ პრესეგი რაღაცას ვაკეთებდი გვერდზე და ეს ცოტა მოვიხედე ტელევიზორში გადასვლამდე სუდად გამცრა ეს პუტინი პაემანი პუტინი იმიტომ რომ მე მაგალითად ესე ვიცოდი რომ ჩამოხრჩობილის ოჯახში თოქს არ ლაპარაკობ და მაინც ახლა საქართველოს რომ მდგომარეობაში ვარ 26 კილომეტრზე რო დგანან მე მაინც ესე ამაყად არ დავპატიჟებდი პუტინს იმიტომ რომ ეს პუტინიც არ არის შემჩნეული მაინც ესე ვთქვათ ჩვენს ვარ სიყვარულში და ემანდ რო იტყვიან ენამ არ უხილოს ხო არ ვარ და ეგ სიტუაციები მაინც ესე იგი მე მან რა მაინტერესებს ეს მომეწონა იმიტომ რომ სიტყვას მაგია აქვს თავისი და კი რაც ითქვა მე გაკეთდა კიდევ
თავდაპირველად იყო სიტყვა და მე იყო საერთოდ. ჩვენ ვისაც არ აქვს წასასვლელი ამ ქვეყნიდან, შეიძლება არ გაგვიხარდეს, მაინც და მაინც პუტინის კახეთში. ესეთი რამ მინდა კითხოს. ამაზეც ვფიქრობ. ძალიან დიდი პროპაგანდა მიდის რისი, რომ აი წარსულის გადმონაშთები, მუმიები, ადამიანები, რომლებიც წარსულში სარგებლობდნენ პრივილეგიებით, ორ ქუჩაზე ცხოვრობდნენ, 5 პალატა ჰქონდათ, გამათბობლები და გენერატორები და თქვენ ამ ადამიანებს მიმართავს ზემოდან რო უყურებით, ეხლა ქვემოდან რო უყუროთ ზემოთ ხალხს. და ვერა კონკრეტულებს, თუ არის ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილზე, ეს არარელევანტური შეფასება. ვინ არის ეს ელიტა, რომელიც ადრე კარგად ცხოვრობდა და ის ჰქონდა, რა ქვია, პრივილეგიები. ვის გულისხმობს ნეტა? რთული თემაა, ხო? ზოგჯერ არის, როდესაც დრამატურგიაში არის ესეთი პიესები, ეხლა ასე ზუსტად ეს ვერ ვიხსენებ, მაგრამ არიან ჩვენთან კარგი რეჟისორები ჯერ კიდე, რომელიც ამას მოგიყვებიან, როდესაც ადამიანი ახლა გამასავალე მაგალითად, აი ჰამლეტს მაგალითად აქვს ხოლმე ესეთი სიტუაცია, რომ საუბრობს და კონკრეტულად კი არ მიმართავს, აი ვინმეს თითქოს საკუთარ თავს მიმართავს, თითქოს მის თვალწინ უყურებს რაღაც ვირტუალურ სამყაროს და იმას ელაპარაკება. ან საკუთარ გარემოს ხო, აი ესეც მის სამყაროზე. ხო, აი ესეც დადის, ხო გახსოვთ ეს ჰამლეტის, აი არა, ეს საუბრობს რაღაც ეუბნება, აი ყოფნა, არ ყოფნა, რაღაცა საკითხი გაყენებული ტიპია, ხო? ხო, აი ეს ვიღაცა მუმიები არიან ცალკე, ის მართლაც ხედავს ამ ვიღაცა ადამიანებს, რაღაც მუმიებს ხედავს, ეს სხვა სამყაროა, იმიტომ რომ რატო მაგალითად ის ხშირად რო საუბრობს მიშა რაღაც სამყაროზე ის ხო თითქოს არ არის იდენტური სამყაროზე, ამიტომ ეს სამყაროზეც ის სხვა სამყაროზე და ის ხედავს ამ სამყაროს. ხო, მაგრამ აი იცი რა არის? იცით ეს ხდება ხშირად, მაგრამ მიზანში არ ურტყავს, იმიტომ რომ ხო და დაასახელოს ვინ იყო ის მითიური ტიპი, რომელიც შევანაძის დროს გამათბობელი და ექიმით ხო და ეხლა არის ოპოზიციაში ეგეთი დონ კიხოტი ხედავდა როცა ხედავდა ვიღაცებს რომელიც ურჩხულს ხედავდა ქარის ცისქვილში და ჩვენ არ ვიცით რომ ეს ურჩხული იყო თუ არა ის ხედავდა და ურჩხულს ჩვენ ხედავდით ქარის ცისქვილს ბანოსკო თქვენი პუბლიცისტიკის ნაწილი თქვათ ეძღვნება სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე ქონდათ ერთი საინტერესო წერილი მე მინდა ამ თელოვის გამოსვლიდან კიდევ ერთი ციტატა წავიკითხო 2014 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვარაუდობთ 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში გვირაბის ეს მოესწრება 2016-2017 წლებისთვის გომბორის გზაზე საუბრობდა თელავში. ანუ ეს არც ისე შორსა, ეს არის ერთი საპარლამენტო და საპრეზიდენტო ვადა. ანუ ის არასოდეს არ უშვებს ალბათობას თუ ჩვენი გუნდით არჩა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენ 17-18, ანუ აი ესე თუ და ამ ალბათობაც ყოველთვის რიცხავს საუბრიდან შენ ფირმას რომელიც გააკეთებს გვირაბს, არ არის? არ შეიძლება ჩვენ ხო ვიცით ახლა ეს ელემენტარი ლოგიკა ის გვირაბზე არ ლაპარაკობს რეალურად, თავისი ლოგიკით ის ლაპარაკობს აბსოლუტურად სწორს, ის გეუბნება რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ამბობს, ახლა ოპოზიციას დაახლოებით იგივეს ამბობს, როცა ის ამბობს რომ მე გამარჯვებული არა მარტო ვიქნები, არამედ ვიქნები 2017-იც და ეს ამაზე სულ ვიქნები ანუ სულ ვიქნები და ოპოზიციაც ესევე დარწმუნებით ლაპარაკობს. ახლა ამაში თავისთავად ეს სწრაფად შეგვიძლია მოგლოდან ოპოზიციაც ესე იგი ამბობს რომ მე 100%-იანი გავიმარჯვებ, ჩვენში გულწრფელები ვიყოთ, ის არ ამბობს როგორ გაიმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილი და დაცვალებულ მოძრაობაც ამბობენ რომ 100%-იანი გავიმარჯვებ და გავიმარჯვებ არა ვიქნებ ანუ არ უშვებს ამ ალბათობას ეხა დაახლოებით ის კონტურები იკვეთება თქვათ ის როგორც ხედავს ოპოზიცია ჩვენ ჯერჯერობით ვერ გვეუბნება გულწრფელები რო ვიყოთ როგორ გაიმარჯვებს იმ სამართლიან თუ სამართლო არჩევნებში როგორ მოხდება თქვათ ეს ყველაფერი როგორ ტრანსფორმირდება მე არჩევნებში ხო ეხლა რაც ეხლა რაიონებში ხდება ეხლა ეს ხდება და ყოველ შემთხვევაში ორივე რო იტყვიან ეს ჩვეულებრივი ამბავი რინგზე გასვლის წინაც ორივე ესე ვთქვათ ამბობს ერთ-ერთი არ გამოდის ხოლმე რინგიდან მე ესეთივე განწყობით მე ერთი გამოდის ფანოსკო ორი დღის რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ საფრანგეთის პრეზიდენტის პასუხი კითხვაზე რას იზამს თუ ის წააგებს არჩევნებში და მან თქვა რომ მე წავალ სახლშიო მე პირადად ქართული ჟურნალისტებისგან არ მომისმენი ეს შეკითხვა სააკაშვილის მისამართი ალბათ ორი შეკითხვაა რას იზამს თუ მისი გუნდი წააგებს და რას იზამს თუ მისი გუნდი მოიგებს ანუ ორივე შემთხვევაში მას აქვს პიროვნული არჩევანი განსაკუთრებული რომელიც თქვათ მთლად პიროვნული არ არის თქვენ გაეცით შეკითხვას პასუხი რას იზამს სააკაშვილი ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ის იბრძოლებს მისი პარტიის გასამარჯვებლად და ეს თქვა ზუსტად ვიცით რას იზამს ეს თუ დამარცხდება არა რას იზამს მისი გუნდის დამარცხების შემთხვევაში მე არა მე ვიცი უფრო გარკვეულია უნდა გითხრათ რომ ვისთვის ეს ძალიან წარმოუდგენელია მე თქვენ ციცით კარგად ეს ესე ვთქვათ გარკვეულწილად რიტორიკული კითხვა იმიტომ რომ შესაძაც სარკოზი ამბობს რომ თუ დამარცხდები წავალ პოლიტიკიდან ხა ამას არ აღმოუჩენია ხა რაღაცა ნიუტონის კანონი აბა საწავა ახლა წავა და რაღაცას გააკეთებს აბა რა უნდა ქნას ჩვენ ვიცით ვანომერაბიშვილი თქვა ერთ-ერთი რუსულ მედიასთან ინტერვიუში რომ კომპიუტერის ბიზნესის ჩვენ ხო ჩაგეტილი სამყარო აღარა ვართ აგერ საფრანგეთში შეიძლება ჩახვიდეთ შეხვიდე ინტერნეტში და სარკოზი არავის
არავინ არ ემუქრება იმით, რასაც ემუქრება სააკაშვილს და მის გარემოცვას და ყველაზე ანუ ეს ფუფუნება არა აქვს ყველაზე ზომიერი ოპოზიციაც რომ მიაჩნიათ ყველაზე კონსტრუქციულიც კი ამას ესე ვთქვათ თქვენთანაც არ ერგზის და სადაც გინდათ წუთში ერთხელ შეახსენებენ რომ არა მარტო დაგჯით საჩვენებლად დაგჯით ეუბნებიან და დაჟიან კიდეც ესე ვთქვათ რა დაუშლით ხო და არა გარდა ამისა იქ იქნება საჭიროება რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მართლაც უნდა გამოიძიოს ეს საქმე. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეს არის სამყაროს საერთაშორისო ბრძოლა. ან ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, ან ისინი საქართველოში არ იქნებიან, თუ საქართველოში იქნებიან ციხეში. აი ესეთ შავი ფერებით მათი მომავალი ხომ არ ნიშნავს რომ ისინი ყველაფერს იზამენ რომ უკაცრავად პასუხია და ახლა მე ამას არ დავპირები ვარ, იმიტომ რომ არა მაქვს ბერკეტების შალვა, მაგრამ მოიხადა ჩვენ ბატონო და ახლა ამას პირდებიან და რაც თავარია ჩვენ ახლა ბევრიც რო ვიძახოთ ესე არ იქნება, ჩვენ არ დაგვიჯერებენ, მაგრამ დასაკვირველი იციან რომ ეს ესე მარტო არა იქ კონკრეტული საქმეებია დიანა, აი წარმოიდგინე ძალიან კონკრეტული საქმეები, გირგვლიანის საქმე, ყბადაღებული, რომელსაც ვერ ვიტყვი ახლა ძალიან პარალელი უადგილოა. მე უბრალოდ ცუდი ეპითეტი ვიხმარე, მაგრამ იცი რა არის პრობლემა? დანაშაული გირგვლიანისნაირი ან ქვიშხეთში რომ ქვიშხეთელი კაცი რომ ჩემი აზრით მოკლეს იქ ქაჭურის პოლიციაში, ყველა ქვეყანაში ხდება. მაგრამ არც საინტერესო იქნება იმ ოჯახში მისვლა. კი, არც ერთ ქვეყანაში ჩემი აზრით არ ხდება რომ მთელი ვერტიკალი აღმასრულებელი ხელისუფლებისა აი ესეთ საშინელებებს მალავს. ერთად იკრევიან პოლიცია, მედია, სასამართლო, ყველა ერთად იკრევა. არ ხდება. დიდი წიაღწევ არ ვიდა ყველამ კარგად ვიცით რომ ეს საბწუხარო ჩვენ გადავედით იმ ზღვარის მიღმა. ეს სხვათა შორის აი რო გითხრათ ჩვენით ის დავიწყეთ საუბარი, არ ვიცი ამ კვირაში გავაგზავნე. ეს როგორც აი კოსმოს ხომაც როა გამაჩქერებელი ეს მეორე სიჩქარე ჩაერთო. ამის მერე უკვე ნამდვილად აღარ არის უკანა გზა. აი რო თქვენ ნაზატულ ასე რომ უსხულად რო თქვათ არა. ეს წარმოგიდგენთ ხდება რეგიონში, სადაც ყველა ისნობს. მიიყვანეს ის კაცი, გახადეს შარვალი და გახადა ვინ? ხო, იცის ვინც გახადა. თქვენ რაიონში ცემას ესე თქვათ ესე და იოლად ეს შეურაცხყოფა ეს საქართველოს ესე კი მე ესე მე ჩვენ თვითონ შეგრილობად ჩეკა დიარა ყველა საქართველოში ვარ და იოლად კარია ახლა სიტყვა პასუხი და აქ ახლა შემილია მე ლამას სიტყვები ვილაპარაკე რაიონში ესე მარტივი არ არის ვითარება ბიძია და ამას ვერ უშველის მე ვერც ბიძინა ივანიშვილი ზანოს რომ მოინდობოს და ვერც პეტრე და ვერც პავლე რომ მე რა კრო მე მომისვენია ხოლმე როგორც პოლიტიკოსები გამოწერენ ხოლმე ინდულგენციას ერთ-ერთი პიარის ერთ-ერთი ფორმა არის რომ ჩვენ რომ მოვალთ ჩვენ მაგრამ ქვედა დონეებზე ეს ვერ ჩვენ რომ მოვალთ ხალხი ფიქრობს შევინ გეკითხება კაცო შენ რომ მოყოლებ აი კარგი რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით ვთქვათ რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა და თუ შეიძლება ვთქვათ პარალელების და ანალოგიების მოძებნა მცირე ფრაგმენტებს წავიკითხავ კონდოლიზა რაისი წერს ვაშინგტონ პოსტში რომ პუტინმა საკუთარი ლეგიტიმაცია კეთილდღეობასა და წესრიგზე დააფუძნა მაგრამ არ ესმის რომ მოსახლეობა რომელიც წარმატებას აღწევს პატივისცემასაც მოითხოვს თავის განცხადებით რომ ის კვლავ გახდებოდა პრეზიდენტი და დეკემბერში გამართული არჩევნების ფალსიფიკაციით მან რუს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა ასევე ლინკოლნ მიჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის წერს, რომ პუტინის მსგავსი რეჟიმები და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი ბევრი სხვა რეჟიმი გაყალბებას მხოლოდ საარჩევნო დღისთვის, როდი იტოვებენ საკვანძო კომპონენტი ამ პროცესში ძლიერი ოპონენტის გამოჩენის შესაძლებლობის გამორიცხვა. ანუ თავარია არ გამოჩნდეს ძლიერი ოპონენტი და სუსტმა ადამიანებმა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. და ვალერია ნავადვორსკაია აქვეყნებს წერილს ლამაზად უხაძის კრასივა ეს სათაური რომ პუტინმა ვერ შეძლო ლამაზად წასვლა და მას ალბათ მაინც მოუწევს წასვლა, ოღონდ უკვე მე მგონი პუტინის წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა, მიუხედავად ჩემი გარკვეული პატივისცემისა. შეიძლება რამე ტიპის პარალელები ჩვენს ნავადვორსკაიას მიმართ ისინი მაინც წარმოადგენენ ძალიან მცირე რიცხოვან და რუსული ოპოზიცია წარმოადგენს მცირე რიცხოვან ჯგუფს, რომელსაც რეალურად ვითარების შესვლა არ შეუძლია, მაგრამ ბუნების კანონი არის ულმობელი. ოდესმე ნავთობის ფასი დაეცემა და მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს. მაგრამ ეს არის სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩა, ბატონოსკო, როგორ ფიქრობს კონდოლიზა რაისი დაწერს, რომ მან ქართულ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა? მე გინდა გითხრათ როგორი სიტუაცია, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კონდოლიზა რაისია, მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, სათანადო პატივისცემაზე ნაკლებად საინტერესოა წირას დაწერს. კონდოლიზა რაისი, როცა ძალიან მნიშვნელობა ჰქონდა, რას დაწერდა? მაშინ რას დაწერდა, ეს იყო მნიშვნელოვანი. რას დაწერა, რომ გადამგარმა, უკვე საინტერესოა. საინტერესოა, მაგრამ ატყდა ამბავი, მაგრამ როცა იყო ეს თანამდებობაზეც იგივე სამბობდა სხვათა შორის. როცა თანამდებობაზე იყო, მაშინ იყო მნიშვნელოვანი. ეხლა კონდოლიზა რაისი რას დაწერს ახლა თორე. ეხლა კისინჯერი თქვათ აგერ წერს პუტინ პატრიოტია. ეხლა ეს უკვე ჩვენ ცოტა გვაქვს. მიჩელ შემოელო ჩემი თავი კარგად წერს. ეხლა ჩვენ ცოტა როგორი რაღაცა თუ მიჩელმა თქვა რაღაცა, ნუ ახლა ესეთი მიჩელმა გვიხსნის ახლა დემოკრატია. ახლა რა თუნდა ბესვარბა ამოვიღებ ხმას და აგერ შავლაბი ლაპარაკოს და ნებისმიერი ქუჩაში გითხეთ, ის მოგიყვება რა თუნდა მიჩელი ამას. იმიტომ კი არ ვაფრო წეროს კაცო, კარგია რასაც წერს, მაგრამ აქ არ არის დიდი
ასახსნელი, მაგრამ ჩვენ პუტინი რატო არის ჩვენთვის ესეთი საინტერესო, ასე ვთქვათ, აი ჩვენ ახლა პუტინს, აი ახლა მარტივად ვთქვათ, ემუქრება რამე 6 წელი. თუ ემუქრება ნეტა გაისათაც აღარ იყოს, გინდა ერთ თვეში აღარ იყოს და ისეც მოხდეს, რომ ჩემი აზრით მე გეტყვი. პუტინი და სააკაშვილი ანტიპოდები კი არ არიან ერთმანეთს. აქვთ განსხვავება მხოლოდ მასშტაბებში. თუ ეს გაინტერესებთ ორივეს და არა მარტო მაგათ სოფლიოში, სანამ იქნება პუტინი, იქამდე იქნება მისი ბოლო პუტინზე ბევრად უფრო დიქტატორები და ნახეთ რა იყო სტალინი იყო და ბოლო მომენტში ჩვენ ხო არ ვიცით ბოლო წუთებში რაც ფიქრობდა ის ადამიანი იყო ორი დღე ტახტიდან გადმოვარდნილი იყო და შესვლაზე ვერ ბედავდნენ რომ ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ოფიციალურ აუხრებელი გზირი კადაფი ძალიან ბედნიერი იყო და როგორ კარგად დადიოდა წინ ხარემი უკან ხარამხანა ასებიდი აბაკარავი და მან ბოლო 5 წუთი გაიარა მტერს ხო ადამიანობასთან კავშირი არ არის და შეგწყვება რომ დედამიწაზე ეგეთი რაღაც ხდება ამიტომ შენ ბატონო რაღაცა გაწონასწორებულია ცხოვრებაში ამოდენა ცხოვრების სულ და ხორციელ სიამოვნებას რომ მიიღებ მე რა ის ბოლო სიტუაცია ამაზე ბევრი წიგნებია დაწერილი აქ რო კითხულობდნენ სხვათა შორის პოლიტიკოსები ნახავენ რომ მათით კი არის წერა მოძრაობა მემუარებს ისტორიას დავასრულოთ და გადაცემის ხო ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ჩვენ აზიზის მეჩეთთან დაკავშირებით ვისაუბრებ და ასევე სტუმრად გვეყოლება მურმან დუმბაძე რომელიც ჩვენი გადაცემისთვის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი კაპიტანი ნონა კაპიტაშვილი რომელიც უცირე ხანში შემოვა ჩვენ სტუდიაში მადლობას მოგაცემთ ძალიან დიდი მადლობა ფავისემ გელოდებით კლავ ეთერში ვართ მე და დიანა ტრაპაიძე გადაცემას ქვია სუბიექტური აზრი და ჩვენთან მოგზავნდა ქალბატონი ნონა კაპიტაშვილი სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი მინდა დავიწყო თქვენ ინტერვიუში მახსენეთ მე თქვენს ინტერვიუში ბოდიში მინდა გულსვათ მოგიხადოთ თუ რაიმე გაწყვეტეთ მაგრამ თქვენს არ დაეშურეთ სიტყვები მე მინდა განმარტოთ ჩემი პოზიცია რომელსაც ხშირად ვიძახე ხოლმე ეთერში და მე ვიკამათოთ ვიბჯელოთ ვიდებათოთ მაგრამ სანამ თქვენ ლაპარაკზე გაგრძელებდეთ მომეცით დებარო მოგილოცოთ ეს ახალი სტუდია მოგილოცოთ დღევანდელი დღე იმიტომ რომ ნახე შენობა ხო ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა მაგრამ გადიხართ უკვე ახლა ხობე მაღალია და მინდა გისურვოთ რომ თქვენი ასე ვთქვათ მაესტრო მთლიანობაში ყოფილიყოს სამართლებრივად ძალიან მაღალ დონეზე ისეთი რომ საქართველოში ყოფილიყოს სრულიმდობა თქვენთან ეს მინდა გისურვოთ ფეხბედნიერი ყოფილიყოს ჩემს ესე იგი არაერთი დამფიქსირება და ეხლა თქვენთან ერთად ვამბობ ამას რომ ის რომ სახალხო კრების ძალიან ბევრ ლიდერს პატივცემ არ ახალია თქვენთვის და შეუერთდები თქვენი ნიჭის თაყვანისმცემელთა არმიას არ გეპირფერებით თქვენს პარტიებზე თქვენს წარმატებებზე ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ჩემი თაობის ხალხი გაიზარდა და თქვენ გააკეთეთ ის რომ საქართველოს სახელი ერთ-ერთმა პირველმა ამ სპორტის სფეროში ასე შორს გაიტანეთ და მე წამოვიდა ქალთა ჭადრაკი შემდეგ და ამაზე აღარ ვიდალაპარაკ მაგრამ როცა ჩვენ საუბრობთ პოლიტიკაზე მე პირდაპირ გეტყვით ხო შეიძლება პირდაპირ გითხრათ თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ ჩემი აზრით სახალხო კრების ღვაწლმოსილი ხალხი ხართ ნინო ბუჯანის მძევლები აი ესე მგონია ძალიან ცუდი რომ ასე გგონიათ და ავხსნი რატომაც ავხსნი შეიძლება რომ კი ბატონო ავხსნა კი ბატონო ჩემი აზრით თქვენ მიუხედავად თქვენი წარმატებისა პროფესიულ თქვენსავე პროფესიულ სფეროში პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტულად პოლიტიკური ბრძოლის და არა სამოქალაქო არამედ პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება რა კი არა გაქვთ თქვენ ჩაერთვეთ ისეთ საქმეში 26 მაისის არა 26 არა 22 მაისის იყო მე მგონი 21 მაისის აქციების საქმეში ჩაერთვეთ ისე რომ ვერ გათვალეთ ის რისკები რომელიც შეიძლება ყოფილიყო ჩემთვის როგორც გარეშე დამკვირვებლისთვის ცხადი იყო რომ ნინო ბუჯანაძის მენეჯმენტის პირობებში სახალხო კრება და პარტია ვერ მოაგროვდა წამიერი გადაწყვეტისთვის საჭირო ხალხის რაოდენობას ამაზე შემიძლია ვილაპარაკოთ რატომ მეგონა ასე აი ეს არის ჩემი მთავარი თქვენგანი ახლა შემიძლიათ გეპასუხოთ რა თქმა უნდა მაცალეთ ბოლომდე მაშინ დიახ სხვათა შორის ნინო გაფრინაშვილი მანამდე იყო პოლიტიკაში ჩართული შემიძლია გითხრათ ბადრი ბატონკაციშვილის ბადრი ბატონკაციშვილის და ბადრიმდეს ბატონკაციშვილამდე ვიყავი ახალ მემარჯვენეებითი მაშინ და რო იცოდეთ 7 ნოემბრის აქციები რომელიც ასეთ ყველას ახსოვს და ძალიან მოიხსენიება ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვან თარიღად სადაც ყველა ეს პოლიტიკური ლიდერები რომლებიც დღეს კოალიციაში არიან ხო და სხვაებიც მთლიანად ვინც პარლამენტშია დღეს კიდევ შესული
ყველანი მონაწილეობდნენ იმ აქციაში საკმაოდ სერიოზულად და მეც ბევრჯერ მივსულ ვარ იქ. ასე რომ ეს პროცესი ჩემთვის ახალი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ქალბატონ ნინომ ძევლები ვართ, ეს არის შეურაცხყოფა. ჩემთვისაც და იმ ადამიანებისაც თქვენ ერთხელ მაინც რომ მოხვდეთ ჩვენ საბჭოს ხდომაზე, დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ ამაზე სალაპარაკო არაფერი არ გეკდებოდა. რაც შეეხება 26 მაისს, ამდენი უნდა თქვა მე ხმამაღლა და განმაცხადო. ჩვენ რო ტელევიზიიდან დავიჯარი და არ იყო ბევრი ხალხი, თქვენ იცით რომ ჯერ ერთი კი ტელევიზიიდან რო დავიჯარი, არ იყო ბევრი ხალხი და ქალბატონმა ნინო გითხრა ასეთი რაღაცა. თუ არ შემოგვიერდა ხალხი, ხო არ ჯობია, ბოდიში მოუხადოთ ხალხს და უთხრათ რომ აი ვერ გამოვიყვანეთ ხალხი, იმდენი საჭიროა, რაოდენობაზეა ლაპარაკი. და ხო არ ჯობია რომ უთხრათ რომ მოდი დღეს დავიშალოთ და განმაგრძელოთ მუშაობა ხალხთან. ჩემი პასუხი იყო ასეთი. პირადად ჩემი. და ამას დაადასტურებს აბსოლუტურად ყველა. ეხლა მე ასეთ რაღაცაზე არ მოიტყუეთ, რა თქმა უნდა. მე ვუთხარი რომ იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, მე მივდივარ სახალხო კრებიდან. მე დღეს ვარ კატეგორიული წინააღმდეგ ხალხის გაშვებით, იმიტომ ვინც იყო ის ხალხი. ყველა მიცოდა, ჩვენ გავართხილეთ ის. ანუ ეს არ იყო მხოლოდ ბურჯანაძის გეგმა, იყო ბოდიში ვიხდი. მხოლოდ ბურჯანაძის მომაცილეთ სიტყვა. არ ყოფილა ბურჯანაძის გეგმა, როგორ? არ იყო ეს ბურჯანაძის გეგმა და ეს იყო მთლიანად საბჭოს გადაწყვეტილება. და მე კიდევ მეც გეტყვით. ჩვენ რომ ხარში დავდონოდნენ იგივე ჟურნალისტები, იგივე ერთი თუ მე სხვა რაღაცა მინდა. სხვა რაღაცა გეგმით მოხვედით ამ მაისის აქციებზე. თქვენ არ მომისმინეთ რა თქმა. გადავდივარ უფრო ადრინდელ თარებზე. ხო, რა თქმა უნდა, მოსამზადებელ 21 მაისზე. ჩვენ ხო დაავანონსეთ 21 მაისს ვიწყედით მოძრაობას. და თქვენ იცით რომ 2-3 დღის გამავჩენეს გამაშკერეთ. 100-ზე მეტი აქტივისტი დაგვიჭირეს საქართველოს მასშტაბით. და 21 მაისს გადაკეტილი იყო მთელი გზა. და ეს რისკები არ ქონდათ გათვლილი? რისკები რანაირად უნდა გათვალოთ ეს რისკები, მაგრამ ჩვენ ვიწყდით, ასეთ ვიდიოდით. ყველა აბსოლუტურად თავის ყველა პასუხისმგებელია. გამიგეთ, მე სხვა რაღაცა მინდა თქვა. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ამდენი ხალხი დაიჭირეს, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად გადაკეტა გზა, მარშრუტკები და ისინი სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები, რომლებიც წამოვიდნენ, მხოლოდ ისეთები გამოიშვეს, სადაც ყველა წიგნაკები ჩამოაყენეს. მესმის, მაგრამ არავინ ვერჩი არ დაგიდგა. და 26 მაისს დღესაც რო იყოს ახალი 26 მაისი, იგივეს გავაკეთებდი. გამართლებული იყო 26 მაისი რისთვის? ხო და ჩავეკითხები ქალბატონონას რა. მაშინ ესე ვთქვა, თქვენ ბრძანეთ თავად რომ ვერ წარმოიდგენთ რომ იქნებოდა გზებზე ასეთი ტერორი და რაც თქვენ მოყევით, ამას ვერ წარმოიდგენთ. ეს უკვე იმ პოლიტიკური ძალის, ვინც ასეთ მასშტაბურ ოპერაციას აქციას ახორციელებს, ეს მისი მინუსია. თქვენ ვერ გაითვალისწინეთ რომ ვერ მოახერხეთ ჟურნალისტების და თქვენ მართლა ბრძანეთ, ჟურნალისტები ხარს არ უჭერდნენ მეტწილად ამ აქციას. ჟურნალისტების კონსოლიდაცია. თქვენ ვერ უზრუნველყავით საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდაცია. ეს რისკები არის გათვლილი. ეხლა მე გავაგზავნებ. თქვენ თქვით რა, ძალადა. მომიცით საშუალება გავაგზავნებ. საქმე რაშია იცით? აი ეს უბედურება რატო გჭირს იცით? ხალხი დაშინებული სახლებში როზეს. აბსოლუტურად. ჩვენ ვერ ვისწავლით ჩვენი ღირსების დაცვა და თქვენ ეხლა მეგიდა დამიტკიცოთ. ჩვენ რატომ ვართ ამ წლოვანის ის ჩვენი იმისი საბჭოს წევრები რო ვართ. ბატონი ელიზბარ ჯაველიძე, ბატონი რეზო ესაძე, მე უფრო ასაკობრივზე და მე რამინა მე ამ პროცესში, როცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, თქვენ მე რისკებზე მელაპარაკებით. მე თუ თავს წირავ, რატომ არ შეუძლიათ ის ახალგაზრდა გამოვიდეს და დადგეს და დაიცვას ქვეყნის ღირსება. იმიტომ რომ ის რაც კეთდება ქვეყანაში, მე თქვენ მეცაც გეტყვით, თუ ბატონმა ბიძინამ არ გაიმარჯვა. არ გაიმარჯვა. ერთი წუთი. ამ საქართველოსგან არაფერი არ დარჩება. ხო მეთახვებით. ამიტომ ჩვენ და ხალხი იჯდეს ფეხი ფეხზე გადადებული და შორიდან უყუროს პროცესებს. მოდით თანამედროვეობაზე ვისაუბროთ. ამიტომ როდესაც დავამთავრებ და როცა თქვენ ამ თემებზე მელაპარაკ მე ვერ მივიღებ. ვერცეთ თქვენს შენიშვნას ამ საკითხში. პირიქით მე ვფიქრობ, რომ აი ეს ნამდვილი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მართლა მიაჩნიათ, რომ უნდა ებრძოლონ ამ რეჟიმს, უნდა გამოსულიყვნენ ჩვენთან დამდგენარიყვნენ. თორე შორიდან კი არა. წინასწარ ხო შეთანხმება? ვისთან? იმ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარ ხო იყო რაღაც შეთანხმება?
სამწუხაროდ არ იყო ეს. არა, ერთი წუთი და ახლა თქვენი აზრი გაქვთ, მაგრამ კი ბატონო, მე 26 მაისს ვარ ყოფილიყო ბატონი ბიძინაც არ იქნებოდა დღეს ასპარეზზე გამოსული. აბსოლუტურად შემიძლია ეს გითხრათ. კარგი, ქალბატონო, მოდი თან რემონტს ვაკეთებთ და დიდი ბოდიში თვითონ ტელემაყურებლები. ქალბატონო, თანამედროვეობაზე ვისაუბროთ. ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება თქვენთან ურთიერთობას ხედავს ბურჯანაძის გარეშე. თქვენ სახალხო კრებას თქვენი თავი წარმოგიდგენიათ მხოლოდ ბურჯანაძესთან ერთად. ანუ რა პერსპექტივა აქვს თქვენს ურთიერთობას და ასევე ძალიან საინტერესოა შეკითხვა. თუ გითხრათ ბიძინა ივანიშვილმა, რატომ არ უნდა მას ნინო ბურჯანაძე? აი ამ შეკითხვაზე თუ მიიღეთ პასუხი. იცით რა, აი ხლა ეს აჟიოტაჟი ატყდა, რომ მე მგონია დღეს ჩემი მოწვევაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საიძე დაიდო აი ეს ბატონი ბიძინას, ხო. თქვენ ესწრებოდით შეხვედრას და შეგიძლიათ იქ ისაუბროთ. და ახლა იცით რა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ქალბატონ ნინოს მისამართით ის ადამიანებიც კი მინჩი იძახდნენ, რომ ქალბატონ ნინოს გამო არ გამოვდიოდეთ. მაგათ შეიცვალეს მოსაზრება, მაგათ დაინახეს სამტკიცე ხასიათისაა, როგორი ბრძოლა შეუულია და ვერაფრით ვერ შეაშინეს. ვერ შეაშინეს ვერც მეუღლით, ვერ ჩულებით, ვერაფრით ვერ შეაშინეს. 2 წელი ჩვენ ერთად ვიდექით და ჩვენთვის ქალბატონი ისევე ჯვირფასია, როგორც ჩვენ ვართ ისევე ჯვირფასი. მე მინდა ეს კარგად გაიგოთ. ჩვენ არავის მძევალი არა ვართ, არც ქალბატონი ნინოა ჩვენი მძევალი. და მე კიდევ ვიტყოდი არც ბატონ თემურ შეშიაშვილი. მართალია თემურ შეშიაშვილის გვარს ნაკლებად ახსენებენ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვართ ერთ იმათ შეკრული და ერთი ორგანიზმი. ეხლა რა შეიძლება თქვენ თქვენმა ბრძოლამ თუ გამარჯვება ვერ მოიტანა, მაშინ არ ჯობია ვთქვათ უარი თქვათ ერთ კონკრეტულ ლიდერზე, აი ესე არ დაგისვამთ საკითხი და ვთქვათ იმ ბრძოლას, რომელსაც უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, იმას შევუერთდეთ. ეხლა მე არ მესმის კითხვის ასე დასმა. თქვენ ერთხელ მაინც თუ გაიგეთ. ჩემი აზრი არ არის ვთქვათ შეკითხვის ფორმულირებაა. ფორმულირებაა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ. თქვენ ერთხელ მაინც სადმე დაიწერა, ან ითქვა, ან ქალბატონმა ნინომ გააჟღერა, რომ უნდა იმ კოალიციაში შესვლა. ერთი მაინც თუ გახსენდებათ ერთი ფაქტი. მაშინ რაშია პრობლემა? სახალხო კრება. მე პირდაპირ ვუთხარი რა ვუთხარი. ერთი წუთი. ქალბატონ ნინოს გარშე ჩვენ არსად არ ვიქნებით, მაგრამ ჩვენ სხვა ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ. რატომ აყენებთ, რატომ ეშინია კოალიციის პოლიტიკურ ლიდერებს ქალბატონ ნინოს ხსენება, ეს იქიდან მოდის. ეხლა მე შევარაღა რატომ არ მიდე ბურჯანაძეო? ერთი წუთი. დამამთავრებინეთ აზრი. იქ ჩვენ რატომ გამოიწვია ჩვენი ასე ვთქვათ რეაქცია? ჩვენ ვთქვით რომ ჩვენ არ გვეგონა თუ რაღაცა დაიდებოდა და როცა ის დაიდო, ჩვენ ყველაფერზე იქ პასუხი გაცემული გვაქვს და ყველაფერზე ვიდეო არის ერთი პატარა მონაკვეთი. ლაპარაკი მიდიოდა 15 წუთი კი არა. ლაპარაკი მიდიოდა 2 საათი და 20 წუთი ამ თემების ირგვლივ. მე გეტყვით პირდაპირ, ბატონ ბიძინას მე ვკითხე ასეთი რაღაც, ბატონ ბიძია, თქვენ დარწმუნებული ხართ მეთქი, რომ ჩატარდება ამ ხელისუფლების ხელში ამ კანონებით, ამ საარჩევნო გარემოთი. ყოველდღე ამძიმებენ კანონებს. ჩატარდება მეუთხარი დემოკრატიული არჩევნები. არ მჯერავს თქვა. მე თქვენ ხო თქვით მეთქი, რომ ხალხს გამოიყვანთ ხმების დასაცავად, კი თქვა. ხო და მეუთხარი ჩვენ თავაზობთ ამ კუთხით მუშაობას. ჩვენ კოალიციაზე არა გვაქვს ლაპარაკი. ჩვენ არც ახალ კრება და არც ჩვენი პარტიის ლიდერები არაპირებენ არასდებით. არა, ქუჩაში დაღდობაზე არ არის. როგორ შეიძლება სიჩუმე იყოს და ხმაური არ იყოს ამ თემების ირგვლივ? როგორ საარჩევნო და თქვა აქციებს გამართავთ ქუჩის პროცესებს ჩაუდგებით სათავეში და იმათმა ეს თქვა ქუჩის პროცესები ცოტა სხვანაირად ჭირს ახლა. არის 1000-ნაირი ფორმა. ეხლა ქართულმა ოცნებამ ახალგაზრდების 2 მჯდომარე აქცია ჩაატარა. ხო გამოთქვის თავის მოსაზრება. მუდმივ რეჟიმში უნდა ისმოდეს ამ მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, ამ კანონების ადამიანს თავის ფულს არ ახარჯვინებენ ისეთ კანონებს იღებენ. ნელა კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია და წყნარად ვიყო და ვუყუროთ ამ პროცესებს. ეს ხო შეუშლის საერთოდ ჩვენ მე ვუთხარი. ჩვენ მე დავამთავრებ და მე ისა რა. მე ვუთხარი, ჩვენ გვაქვს ასეთი მოსაზრება. ჩვენ გთავაზობთ. ხო, აი რას თავაზობთ? ჩვენ გთავაზობთ მე ვუთხარი ამ რეჟიმში შევაჯეროთ მოძრაობის ის მეთოდები, რა მეთოდებითაც ფონს შექმნის აი იმისათვის, რომ ბოლოს, როდესაც ითქმება, რომ ჩატარდა გაყალბებული არჩევნები და ხალხს რომ დაუძახებთ, გამყარებული იყოს ხალხის გამოყვანა. ანუ
თქვენ უთხარით პროტესტის თქვენ მობილიზაციას გამოხატვის სხვადასხვა საშუალება. აი მაშინ გეკითხებით ლოგიკური კითხვაა. თქვენ ერთხელ უკვე ხალხი ვერ გამოიყვანეთ იმ ოდენობით, რომელიც თქვენ გინდოდათ. სხვადასხვა ჩვენსაც ხალხიც გამოვიყვანთ უთხარ რეპრესიებისა. ყველა ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც არის, ვერ გამოიყვანდა იმდენს გადლებთ აბსოლუტურად. მესმის, ხო და ნუ ვეჯიბრებით მათ. გეჯიბრებით ახლა თქვენ მეუბნებით ახლა. ვეჯიბრებით რესპუბლიკელებს ხალხის გამოყვანაში. ის რომ თქვენ უფრო მეც გამოიყვანეთ ვიდრე რესპუბლიკელები, ჩემთვის პირადად შეიძლება არ მოეწონოს ეს რესპუბლიკას, მაგრამ ვიძახი რომ შეიძლება ეგრეც არის. და თქვენ მაინც უკმაყოფილო იყავით იმ ხალხის ოდენობით, რომელიც გამოიყვანეთ. რა გარანტია გაქვთ რომ აი რა ცვლილებები შეიტანეთ? თქვენ რატომ არ იმისხეთ ივანიშვილის ფაქტორი დაგეხმარებათ ხალხის მობილიზაციაში? მე ბატონ ბიძინას ვუთხარი რომ 26 მაისში ხო იყო მეთქი ძირითადი გადამწყვეტ თქვენს გამოჩენაში და იმედი ჩაუსახეთ ადამიანებს და გააცოცხლოთ პოლიტიკური ცხოვრება. მაგრამ გამყარება უნდა ამას. გამყარება უნდა იმას, რომ ჩვენ შეიძლება სულ არ გამოვიდეთ ქუჩაში ისე დავაფიქსიროთ. ისე ვაპროტესტოთ. მშვიდობარი აქციით, პლაკატებით, რაღაცეებით. კი, მაგრამ მისთვის მისაღები. ვისა არა, პირიქით ბატონმა ბიძინამ, რა თქვა, იცით? ძალიან წესიერად გვისმენ და მე ვუთხარი, ჩვენ გთავაზობთ შეჯერებულ ვარიანტებს, როგორ შეიძლება სახალხო კრება დაგეხმაროთ პროცესების დადებითი რა არის ამაში ცუდი შედავაზება. ნინო ბურჯანაძე რატომ არის მისთვის მიუღებელი? იქნებ კონკრეტული პასუხი მიიღეთ მისგან. ბატონ ბიძინამ რა თქვა იცით ბოლოს? ჩათვალეთ ხვალიდან ახალ რეჟიმში გადავდივართ ურთიერთობისო და ამის შემდეგ საიძე იდება ის რაც იდება. მაია ფანჯიკიძემ თქვა პრესპიკერმა რომ გვექნება ურთიერთობა, მაგრამ ნინო ბურჯანაძის გარეშე ჩემთვის გაუგებარია პრესპიკერის ესეთი დადება. იმიტომ რომ მე შეხოთაშორის მიუღებელია მე მგონი ყველასთვის ვინც ამას ჩვენ დავდეთ ის რაც ჩვენს ინტერესში იყო ვის ინტერესში იყო ბატონ ბიძინას ინტერესში არ შეიძლება ყოფილიყო არ შეიძლება იმიტომ ჩვენ ბატონი ბიძინას მიმართ დღესაც კი ვაფიქსირებ ჩვენი პოზიციები არ იცვლება აი ერთ-ერთმა ჩვენმა მე არ მახსოვს ეხლა რომელმა დაწერა გაზეთში დაწერა ასეთი რაღაცა საცა ბატონ ბიძინას მიმართავზე ეუბნება აი კრიტიკული სიტუაციაში შეიკრითო დარწმუნებული იყავი თუ ვინმე დადგება თქვენს გვერდს ახალ კრება დადგება და ეს არის მართლა კარგით რა პერსპექტივა გაქვს ოცნების გარეშე არ შედგა ეს ალიანსი ურთიერთობა თქვენ რა თქმა უნდა თქვენსაც გააგრძელებთ ბრძოლას რა იქნება რა კონფიგურაცია იქნება მესამე ძალაზეა ლაპარაკი მე იცით რა ჩვენ თქვენ მინდათ დაგარწმუნოთ ერთ რაღაცაში თქვენ პირადად ჩვენ არ გადავდგამთ არც ის დამის რომელიც რამ პროცესს ხელს შეუშლის და ჩვენი ერთადერთი მიზანი არც არჩევნებზე არც გამარჯვების პროცესია თორე არჩევნებისათვის გიჩატარება ხო პროცესი შეუძლის ამიტომ ჩვენ მოუწოდეთ ყველას როგორც ქართულ ოცნებას ჩვენს ბრიფინგზე მოუწოდეს ყველა იმ ძალას ვისაც მართლა უნდა ხო დაიკითხეთ ამიტომ ჩვენ გავერთიანდეთ და დავგეგმოთ როგორ ვებრძოლოთ ამ რეჟიმს და ამავე დროს ჩვენ იქვე განმაცხადეთ ჩვენს ინტერვიუშიც მივეცით ინტერვიუში და ყველგან ასევე დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა ასე ვთქვათ ყველა იმ კარგი ნაბიჯის გადადგმაში რაც მხოლოდ პროცესის წარმატებით დამთავრებაში ხელს შეუწყობს და რა არის მიუღებელი და ეხლა ამ პროცესებში თქვენ რო იძახით ეხლა ქალბატონ ნინოს და მითამარ ის რო იძახდეს რომ მე მინდა შემოვიდე კოალიციაში მე მინდა პარლამენტში ამდენი ადგილი რაღაცა პრეტენზიები გქონდეს მესმის რომ კითხვა უნდა დაისვას მაგრამ ადამიანმა მაგრამ დაწერა ორი კვირის წერ ერთი წუთი ის ადამიანი აცხადებს რომ ბურჯანაძე პროცესს აზიანებს და ერთი წუთი ბატონ ბიძინას რო ქონოდა მე ვუთხარი თქვენ არა გაქვთ მეთქი წაკითხული ქალბატონი ნინოს ინტერვიუ რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ გამოქვეყნდა ასაუდასავლეს ინტერვიუს შეთავაზება აქვს ზუსტად მაგი ამბობს მე მიუხედავად ყველაფრისა მზად ვარ ჩემ პოლიტიკური ამბიციები გადავდო არაფერი არ მაინტერესებს არ თანამდებობა არ სამართლიანო ადგილი ერთადერთი ჩემი სურვილია აი იმ ერთიან ფრონტზე რო ლაპარაკი აი იმ კუთხით რაზედაც მე ვლაპარაკობს შევაჯეროთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გადავდგათ ის ქმედითი ზომები რა ზომებიც გააადვილებს ბატონი ბიძინას ფინიშზე წარმატებით მიყვანს რა არის ამაში მიუღებელი მითხარით პირადად თქვენ გეკითხებით მე ადამიანმა გადადო და როცა ბატონი ბიძინა ლაპარაკობს ქალბატონ ნინოს ამბიციებს ის წაკითხული რო ქონოდა ვერ წაიკითხავს ბატონი ბიძინა ყველა მე შემიძლია ჩემი აზრი ხო ბატონს ბიძინას მაგრივად არც მისი პოლიტიკური პარტიის წევრი ვარ და არც კოალიციას წარმოვიდგენ მე შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ კიდევ ერთხელ ვამბობ 26 მაისის ამბავი ეს წარუმატებელი მცდელობა სწრაფად ხელისუფლების გადაყენებისა ბოდიშვიხტი კიდევ კაი გამახსენეთ ძალიან ბანდლობას გეუბნებით ამაზე
აი ეს რა თქვი, ყველა დიდი შეცდომა, ამოიღეთ ყველა ჩვენი განცხადება, რაც გაკეთებული გვაქვს. როდესაც ჟურნალისტი გამოდის და ეთერში ესეთ რაღაცას ძალიან ხშირად ახსენებთ თქვენ. იმიტომ თქვენი 80% თქვენი გადაცემებში მე ყველა ნანახი მაქვს, იმიტომ რომ როცა თბილისში ვარ, მე ვუყურებ მაინტერესებს. სახელის ვახერხ, მე არ ვუყურებ ფაქტურად. მე ვუყურებ და მაინტერესებს რაზე ითქმის. 26 მაისის თემა და ქალბატონი ნინოს თემა წამოწეულია წინ. მაგრამ თქვენ ერთ წერილს თუ ნახავთ, ჩვენს ინტერვიუს რომელიმე, ვინც საბჭოში იყო, სადაც ჩვენ მაცხადეთ, ჩვენ გამოვდივართ ამ ხელისუფლებას ვამთავრებთ. მე ბოდის მოვიხდი და საერთოდ გავაპროექტ. ჩვენ რას ვიძახთ? არა, თქვენ არ ამბობთ. მართხვევინეთ, გეთახმებით, არ ამბობთ. ხო, არ ვამბობთ და რატომ ამბობთ თქვენ? განცდა იყო, იცით? რას ქვია განცდა იყო? არა, მე გეტყვით, თქვენ არც იმას ამბობთ. არა, ბატონო, ჩვენ ხალბატონო, რისთვის იყო ის პროცესი? მაისის აქციებით რისი მიღწევა გქონდა? ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. რას ნიშნავს იწყებთ? ვიწყებთ იმას, რომ ხალხი უნდა გამოგვეყანა და ხალხი რო გამოვიდა, მილიონი ადამიანი რო გამოსულა. მილიონი დამთავრებული იქნება მართლა. როგორ და მილიონი ეს არ არის. როგორ ქალბატონო? როგორ და სხვადასხვა აქციებით, სასიზოცხლო ნიშნულობის აქციები. რევოლუცია. რევოლუცია ხელში თოფები კი არ გვეჭირა. არა, გადაკეტავდით რკინიგზას დაუშვათ და შემდეგ მოვიდოდა სპეცრაზმი და იქნებოდა რევოლუციური განწყობა. მაშინ მე თქვენ დაგისვამთ კითხვას. რითი იყო უფრო ღირსეული 7 ნოემბერი, რომელსაც აწი ხშირად ახსენებ. ძალიან კარგად ახსენებ თქვენ. როგორ არის? 7 ნოემბერს ვახსენებ კარგად. 7 ნოემბერიცაც როგორ შეიძლება. არისო კარგი? კარგი არისო, რა თქმა უნდა, არისო ესეთი ძალადობრივი აქციები, რომლებიც წარმატებით არ გვირგვინდება. ძალადობრივი კი არა. ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობ. როცა ვერ უპისმენთ მას რეალური ძალა, ეს კარგად არ თავდება რა. ჩვენი სახალხო კრება რო შეიქმნა, ეს ისტორიულად და ცნობილია. ხალხშია ძალა. დააკვირდით ქვეყნებში რა ხდება. აქციები. იმ ქვეყნებში იციან. შესაძლებელი აქციებით, მაგრამ მიზანი რა იყო ჩვენთვის? მაგალითად, მაინც გაუგებარი დარჩა. აქციები არ არის დასაწყისი. მიზანი იყო, ჩვენ ვეუბნებოდ, მე პირდაპირ მკითხეთ ალასანიას, როცა ვერეპალაში მე თვითონ მკითხა, რა სიტყვითო. იქ იყო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა. პირველ შეხვედრა აკადემიამ რომ მოაწყო. საზოგადოების წარმომადგენლებსა და ამ პოლიტიკური ლიდერებს შორის. მე ვუთხარი ბატონი ბიძინა, თქვენ პირობა გაქვთ მიცემული. უცხოელებისთვის, რომ გინდა თუ არა არჩევნების გზით მოყვიდეთ, ძალიან კარგია, მაგრამ იმ არჩევნებს გამყარება უნდა. ამ საარჩევნო გარემოთი მე ვუთხარი, რანაირად აპირებთ მოსვლას. მე ვუთხარი, თქვენ ხო გაქვთ ეხლა საშუალება იყმიროთ, თქვათ, მოთხოვოთ ხელისუფლებას. თქვენ მაგზამ ასე ვთქვათ, არაფერი პროგრესი არ მოიტანა, აზრი დამამთავრებინეთ. ჩვენს ყველა გამოსვლაში შევიძახთ, ჩვენ გამოვდივართ, ხალხი გამოყვავს, იმიტომ რომ შევეცადოთ, ამიტომ დაგვიდეკით გვერდში. პრინციპი ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა კი არ იყო. თქვენ ამას ვერავინ ვერ გეტყვით. ჩვენ იყო მიიღწევა დემოკრატიული არჩევნების. თუ ძალიან სიერი, გარემო შეცვლა, რა თქმა უნდა. გაბატონო, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება და გაქვს მცირე დრო, რომ რაღაც თქვენი სათქმელი უთხრათ ხალხს, რომელიც ახლა გიყურებთ. მე ხალხს მინდა უთხრა, იცით რა, სახალხო კრება ეს არის ძალიან ძლიერი და სერიოზული ორგანიზმი და სამართლიანი ორგანიზმი. ჩვენ არავითარი ამბიცია არ აქვს. არავითარი ამ ჩვენ ყველა ამბიციას ყველას თუ ვინმეს აქვს ჩვენს კოლექტივში ამბიცია გადადებული აქვს გვერდზე და ჩვენ ვპირდებით მათ ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართული იქნება ამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და არავითარ შემთხვევაში არ შეუშვით იმ ძალას ხელს რომელიც ძალაც დღეს იბრძვის ამ ხელისუფლების მოსაცილებლად. თავარია ეს ძალა იყოს პრინციპული და ბოლომდე მებრძოლი. მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ სახალხო კრების ლიდერი ქალბატონი ნონა გამხდაშვილი. დავამთავრეთ დღევანდელი ეთერი. დიდი მადლობა გილოცავ შალვა და ჩვენ უცავ მაესტროს თელს ასეთ კოლექტივს ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 19 საათზე 00 წუთზე გადაცემაში სუბიექტური აზრი.